ბარსელონაში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Lenovo-მ ახალი თაობის ლეპტოპი წარადგინა, რომელიც არის აღჭურვილი 3 განზომილებიანი ეკრანით. ამ ეკრანით სარგებლობისათვის არ არის საჭირო 3D სათვალის გამოყენება, ანუ შეუერაღებელი თვალით, თუ კი მას დავაკვირდებით, ჩვეულებრივად 3D კონტენტს დავინახავთ. ამისათვის გამოყენებული არის ძალზე საინტერესო ტექნოლოგია, თუმცა სანამ მის შესახებ ვისაუბრებთ, აქვე ორივე სიტყვა თავად 3 განზომილებიან ტექნოლოგიაზეც უნდა ვთქვათ, რომელიც პოპულარული გახადა ჯეიმს კამერონის ავატარმა, როდესაც ის პირველად გამოჩნდა კინოთეატრებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი კინოინდუსტრია თავდაყირა დადგა, მაშინ ადამიანებმა დაინახეს, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი ჰქონდა 3D ტექნოლოგიას, თუმცა თავისი მხრივ 3 განზომილებიან კონტენტს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა კინოთეატრებთან მიმართებით, ვინაიდან ამისათვის საჭირო არის, რომ ფილმი იყოს გადაღებული 3D ფორმატში, ასევე ეკრანი იყოს აღჭურვილი 3D ტექნოლოგიით და ადაპტირებულ კონტენტთან ერთად მაყურებლებმა უნდა გაიგეთონ 3D სათვალე, ხოლო 3D სათვალის გამოყენება ხშირად არაკომფორტულია, არასასიამოვნოა და პრობლემატურია მაშინ, როდესაც ადამიანს სჭირდება მაგალითად ოპტიკური სათვალე ან ლინზა. კი, ამიტომაც კინოში როგორც წესი 3D კონტენტს ნაკლებად უყურებენ ხოლმე, რადგან ხარისხიც ფუჭდება და არ არის ეს მოკლედ ოპტიმალური, მაგრამ ზოგადად 3D ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯები თავის დროზე და უკვე ბოლო წლებში გადადგეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, რომლებმაც დაიწყეს VR და XR ტექნოლოგიის უფრო მეტად აქტიურად გამოყენება და მისი კომერციალიზაცია სხვა ტიპის სათვალეების და ჩაფხუტების საშუალებით. თავის დროზე Snapchat-ს ჰქონდა მსგავსი, აგერ Facebook-ი აკეთებს მსგავს რაღაცას Orion-ში და ნუ ცხადია Apple Vision Pro და სხვა ნებისმიერი კომპანია ფაქტობრივად ყველა ამ მიმართულებაზე მუშაობს, მაგრამ ამ ტექნოლოგიას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის ის, რომ ჩაფხუტი არის მძიმე, თვალებს ქმკენს, ზოგადად პროცესი არ არის მაინც სასიამოვნო და ის ფორმ-ფაქტორი, რომელიც ახლავს ამ ტექნოლოგიას, ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე დახვეწილი, რომ ის ბუნებრივად ინტეგრირდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მანამ სანამ ეს მოხდება, მანამდე დარჩება ეს ტექნოლოგია უბრალოდ ენთუზიასტების საყვარელ სათამაშოდ. აქვე ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ თავად Lenovo-s მიერ შექმნილ ტექნოლოგიაზეც, რომელიც არსებითად განსხვავდება ბაზარზე წარმოდგენილი სხვა ალტერნატივებისაგან, რადგანაც ეს ლეპტოპი არის აღჭურვილი, რა თქმა უნდა, ბრტყელი ჩვეულებრივი ეკრანით, ისეთივე როგორც ჩვეულებრივი ლეპტოპშია, მაგრამ მის ზედა ნაწილში, ანუ მონიტორს ზევით არის განთავსებული რამდენიმე კამერა და სენსორი. ამ კამერებისა და სენსორების მეშვეობით სისტემა აკვირდება თვალების მოძრაობას, ამ შემთხვევაში ორივე თვალზე არის საუბარი ინდივიდუალურად და კონტენტს აწვდის ორივე თვალს ინდივიდუალურ ფორმატში. საბოლოო ჯამში ტვინი ამ ინფორმაციას ერთიანად იღებს და გამოდის, რომ 2 განზომილებიან სივრცეში აისახება 3 განზომილებიანი გამოსახულება. ეს ყველაფერი ცოტა იყოს და მაგიურად და უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე პირადად 3D ეკრანი გამიტესტავს არაერთ ფორმატში, მათ შორის როგორც ლეპტოპის, ასევე ჩვეულებრივი PC-ის და შემიძლია დავადასტურო, რომ 3D ტექნოლოგია ამ მიმართულებით ნამდვილად ძალიან ეფექტიანად და დამაჯერებლად მუშაობს. კი, თან ეს დაახლოებით ისეთივე ფორმატია, როგორც ადამიანის თვალი მუშაობს, რადგან თუ ერთხელ საუბარებთ და მეორეს დავინახავთ, რომ სხვადასხვა სახის ინფორმაციას იღებს ჩვენი თვალები და მოგვიანებით უკვე თავის ტვინი ამას ამუშავებს და გვაძლევს ერთ გამოსახულებას, ასე რომ სათვალესთან შედარებით შეიძლება ეს ტექნოლოგია ბევრად ბუნებრივიც იყოს ადამიანისთვის. მოკლედ ამ ლეპტოპში შეიძლება როგორც ფილმების ყურება, ცხადია, ასევე ვიდეო თამაშების, ანუ ნიშნავს ეს, რომ ეს ტექნოლოგია საკმაოდ განვითარებულია, რადგან ძალიან სწრაფად მოძრავ, მაღალი ხარისხის გრაფიკაზეც ძალიან კარგად მუშაობს, ასევე ცხადია შეიძლება პროფესიული პროგრამების გამოყენება, ArchiCAD და სხვა მსგავსი, რომელთაც იყენებენ დიზაინერები, არქიტექტორები და მსგავსი ტიპის ადამიანები, რათა სივრცითი აღქმა ხადია და მათ შეუძლიათ რომ პირობითად თუ კი სახლის მაკეტს გააკეთებენ, ის არაბრტყელ ორ განზომილებიან სამყაროში დატანილ 3 განზომილებიან სივრცეში ნახონ, არამედ პირდაპირ 3 განზომილებიან სივრცეში, რაც ძალიან კარგი არის და მეტად პროდუქტიულობას შეძენს მათ სამმოვლოდ. პროდუქტიულობასთან ერთად ამ ტექნოლოგიას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს და ეს ის არის, რომ იგი არ იწვევს თავის თვალების და ზოგადად ადამიანის დაღლას, რადგანაც თუ კი XR და VR ჩაფხუტის შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა არის დაღლა, იგივე 3D ეკრანზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ასევე აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის, ასე ვთქვათ, მოწყობილობით სარგებლობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად შეიძლება, ამიტომაც მას შეიძლება ნამდვილად მომავალში გამოუჩნდეს დიდი კომერციული დანიშნულება.